ერთი დასაფიქრებელი სიტყვები მინდა კიდე გითხრა. ესე იგი, თუ მოითხოვ ადამიანისგან ყურადღებას, თუ მოითხოვ ადამიანისგან ზრუნველობას, თუ მოითხოვ ადამიანისგან სითბოს და სიყვარულს, ის, რასაც მოითხოვ, ანალოგიური მიეცი შენს თავს. ანუ, სხვისგან რასაც ელოდები, აჩუქე შენს თავს პირველ რიგში. სითბო, ყურადღება, პატივისცემა, დაფასება, გათვალისწინება, შენი თავის სიყვარული და თუ ფიქრობ, რომ ვისაც გასცემ, ანუ ვისაც გაუზიარებ ამ ყველაფერს, ან ვისგანაც ელოდები, რომ ეს ყველაფერი უნდა მიიღო და არ იღებ, მაგრამ შენ ამ ყველაფერს უკვე შენს თავს აძლევ და შენ თავს უკვე მიეცი და აიმაღლე შენი თავის სიყვარული, შენი თავის პატივისცემა, შენი თავის ნდობა, შენი თავის რწმენა, შეიყვარე შენი თავი, რომც არ დაგიბრუნდეს არავისგან ცხოვრებაში ის, რასაც ელოდები, ან არ გასცეს, არ მოგივიდეს შენ, ხო? შენ უკვე იმ დონეზე ხარ გაძლიერებული ყველანაირად, მენტალურად იქნები თუ ფიზიკურად თუ ვიზუალურად, არავინ არ დაგჭირდება, როცა შენი თავის სიყვარულს ისწავლი. ეს არის ყველაზე კარგი ფორმულა, რომელიც ფიქრობ, რომ მუშაობს, უბრალოდ უნდა ვისწავლოთ პატარა გასაღები, სად უნდა მივაგონოთ საკუთარი თავის რწმენას. საკუთარი თავის რწმენას, როცა აიმაღლებთ, კი, უკეთესი იქნება, რომ ვიღაცამ დაგიბრუნოთ ეს ყველაფერი, მაგრამ რასაც ან ისე მოგცეთ თავისინებით, ზრუნველობა, ყურადღება, სითბო, სიყვარული, მაგრამ თუ კი არ ყავთ ეგეთი ადამიანი ჯერჯერობით, და თქვენ უკვე მიხვედით იმ დონეზე, რომ გააცნობიერეთ თქვენი თავი, ყველაზე ძვირფასია და შესაყვარებელია და ყოველი დღე უნდა გიხაროდეს თქვენი ლამაზი სიცოცხლით. და ამჯერად რომ უკვე გამოფხიზლებული ხარ. და ერთი ნაბიჯი გაქვს სიცოცხლის ტკბობისკენ, გადადგმული, ბედნიერებისკენ და იმ ლამაზი წუთების მოსაგონრად, რასაც ყოველ დღე ესეთ რეჟიმში გაივლი და იცხოვრებ. ყოველ დღეს უნდა იყოთ სიცოცხლის სავსე, უნდა ანათებდეთ, პოზიტიურები უნდა იყოთ, უნდა იყოთ ბედნიერები, თვალს რო გაახელ უკვე ბედნიერი ხარ, შენ ხო შეუდარებელი ხარ, შენ ხო უნიკალური ხარ. აი, საკუთარ თავს ელაპარაკე ყოველთვის ეს სიტყვები. საკუთარ თავს აი სარკესთან დადექი და ელაპარაკე. ძალიან ბევრს აქვს კომპლექსები. ნუ გაქვს კომპლექსები, ხარ ხო უნიკალურები ხარ, ყველანი უნიკალურები ხარ. ყველა ადამიანი არის უნიკალური. უბრალოდ თქვენს თავში უნდა იყოს ძალა. სხვა ვერ მოგაწვით ამ ძალას. ყველას დახმარება სჭირდება. შენ რო გაძლიერდები, მე ისე ავტომატურად დაეხმარები სხვას, ისე ავტომატურად გაუზიარებ სითბოს, პოზიტივს, სიყვარულს, რომ იმ ადამიანსაც გამოაფხიზლებ და დაანახებ სიცოცხლის ტკბობას და ნებისმიერი წუთით ტკბობის მიზეზს, რომ ისიც ადამიანია და უნდა იცოდეს, რომ ბედნიერია, რომ ცოცხალია და ასე შემდეგ. უნდა დატკბეს. ეს ქმნის იმ სითბოს, ეს ქმნის იმ ურთიერთობას, ეს ქმნის იმ გაგებას და ყველაფერს მერე. როცა ადამიანი პირველ რიგში საკუთარი თავის სიყვარულს ისწავლის, ყველას სიყვარულს ისწავლის მერე. ყველას. ნუ ელოდები, რომ სხვა შეგიყვარებს. იმიტომ რომ შენ თავი უნდა შეიყვარო ჯერ, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეს. წარმატებებს გისურვებ.